კვირის წიგნი, ოშო, ცნობიერების მზე. არ არსებობს უკეთესი გზა ცნობიერების ზრდისთვის, ვიდრე თვით გაცნობიერება, ოშო. თანამედროვე სამყაროსთვის უცხო არ არის სიტყვა იოგა, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეზღუდულია მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების ერთობლიობამდე. იოგას უძველესი სწავლებები მის როგორც ცნობიერების გაფართოების მეთოდზე ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე უბრალოდ ვარჯიშზე სხეულის გასაჯანსაღებლად. ოშოს ცნობიერების მზე ემსახურება იოგას როგორც ცნობიერების სამუშაოს დაბრუნების მცდელობას, სადაც სიღრმისეულად განიხილავს პატანჯალის იოგას 9 სუტრას. პირველი, ცხოვრება ენერგიაა. თუ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ სიცოცხლეს როგორც ენერგიას, შეგვიძლია მისი მართვა მხოლოდ ვარჯიშის საშუალებით. მეორე. ენერგიის ორი განზომილება, ყოფნა და არ ყოფნა. თუ ვერ მივიღებთ ცხოვრებას როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის ერთიან მოცემულობას, როგორ შეგვიძლია შევიგრძნოთ ის? მესამე. ცნობიერი და არაცნობიერი. თუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უმეტესწილად ავტოპილოტზე ვარსებობთ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ნამდვილად ცხოვრობთ? მეოთხე. სამყაროში ყველაფერი კავშირშია. შეუძლია რეალობისგან გაუცხოებულ არსებას თქვას, რომ ის ნამდვილად ცოცხალია? მეხუთე. რაც მიკროშია, ის მაკროშია. სამყარო ციკლურად იმეორებს საკუთარ თავს. შეუძლია ციკლიდან ამოვარდნილ ადამიანს რაიმე სრულყოფილის აღქმა? მეექვსე. მათხოვარი და იმპერატორი ერთშია. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამოვიცნოთ სამყარო, სხვა ადამიანი, ნათელი და ბნელი საკუთარ თავში, ოდესმე შევძლებთ ერთიანში გამოღვიძებას? მეშვიდე. გონება გაცნობიერებული შუქით არის სავსე. თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ფხიზელ ყოფნას ყველაფრის მიმართ, შეგვიძლია გქონდეს პრეტენზია ხედვაზე? მერვე. თვითგაცნობიერება თვითობისგან განთავისუფლებით მიიღწევა. იდენტიფიკაცია არის გონების ტყვეობა ნაწილის მიმართ. როგორ შეუძლია ერთ წერტილზე მიჯაჭვულ თვალებს დაინახოს დანარჩენი სამყარო? მეცხრე. ვინც არ აღიარებს სიკვდილს, აღიკვეთება მისთვის სიცოცხლე. შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევიცნოთ, ნამდვილად ვფლობდეთ იმას, რასაც ისტერიულად ვებღაუჭებით? ოშოს ცნობიერების მზე წარმოადგენს მცდელობას გამორთოს მექანიკური ავტოპილოტი ადამიანის გონებაში. აანთოს სინათლე და საშუალება მისცეს დაინახოს საკუთარი გონების ყველა კუთხე-კუნჭული. ჭყალებში აღარავინ აღანთის სანთელს და დადგამს ხვიმრის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა განათდეს ყველაფერი. ლუკას სახარება.